93 წელს ქალაქ ფოთის მერის მოადგილედ დანიშნეს. საპორტო ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ომი იყო. პროფესიით ფინანსისტ ჩინური წყევლის არ იყოს გარდამავალ დროს მოუწია ცხოვრება. და ის რომ დრო საკუთარ სახეს ხშირად სრულიად მოულოდნელ რამეებში ავლენდა, უკვე იცოდა. დავით იაკობიძეს ქვეყნის მომავალ ფინანსთა მინისტრს სახელმწიფოს ეკონომიკური და ფინანსური ტრაგედია მთელი სისავსით ერთმა კომიკურმა სცენამ დაანახა. რეალობა საუკეთესო რეჟისორია, რომელმაც ამისათვის შესანიშნავი მიზანსცენა შექმნა. ქუჩის კუთხეში ქალი პამიდორს ხიდდა. მეოთხარი კუპონი გინდა? არა. რუბლი გინდა? რუბლი კაია მითხრა, მაგრამ მე არ მქონდა რუბლი. ახლა მეოთხარი დოლარი გინდა? დოლარი რაია მკითხა. 93 წლის 10 სექტემბრის პარასკევი დღე იყო, როცა თბილისში სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს. ფოთიდან რომ ჩამოვიდა, კონკრეტულად ვინ იბარებდა, ისიც კი არ იცოდა. აღმოჩნდა, რომ თავად ედუარდ შევარდნაძეს სურდა მასთან შეხვედრა. სახელმწიფო მეთაურმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ფინანსთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზა. აქტიურად ვიყავ ჩართული ამ ექსპერიმენტებში. შევარდნაძემდე არ მქონდა მიღწევები, მაგრამ მასთან კონტაქტები, მაგრამ ეთყობა გვარი ესმოდან რაღაცა ჩემ აქტიობას ადევნებდა თვალს. აი ეთყობა ამ აქტიობამ, ჩემ მონდომებამ, რომ რაღაცა ყვალი დამეტოვებინა ცხოვრებაში, შეტყობაში მიიქცია ყურადღება და სხვებმაც გამიწიეს მე რეკომენდაციები თვალსაზრისით, როცა მსჯელობა იყო, რომ ვინ და ალბათ ეს გაკაჩავს ახლა ამ წუთასო, მოდი ეს ბჭყალებში ვიხმაროთ სიტყვა, გაკაჩავს. ხო და აი მეც მინდოდა რომ რაღაცნაირად სახელმწიფო სამსახურში ყოფნა ერთი მიზეზის გამო, რომ ძალიან გული მტკიოდა რაც ხდებოდა საქართველოში. იმის მოწესრიგება მინდოდა და ხალხის სამსახურში ყოფნა მინდოდა. ეს იყო ჩემი мотиваცია. რისკი ბუნებრივია დიდი იყო. სწორედ ამიტომ შეარჩია შევარდნაძემ ადამიანი, რომლის სახელიც ახლად გამომცხვარი ქართული ეკონომიკის სფეროში წარმატებულ ექსპერიმენტებთან ასოცირდებოდა, როგორიცაა მაგალითად კავკასიის ბირჟის დაარსება. იმ წუთში ვეუთხარი, რომ კი თანახმოვარ მეთქი და მაშინვე პირობები ჩამოყალიბდა, რომ აი ჩემი ფუნქციები იქნებოდა. მე ვიცოდი, რომ დროებით უნდა ყოფილიყავ, იმიტომ რომ ის გარდამავალი პერიოდია და ასეთი დარგის მინისტრი სტაბილური ვერ იქნება და 15 წლის წინ იყო, ხო? შედარებით ახალგაზრდა ჯანმრთელი და ბრძოლის არა მარტო უნარიანი, მსურველიც ვიყავი, ხო? თითოეულ ვეძებდი რაღაც ფათერაკებს. გადავწყვიტე, რომ მოდი ვიქნები ფინანსთა მინისტრი და დავდექი, ესე ვთქვათ, ამ თანამდებობას. მეორე შეხვედრა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარესთან, ოთარ ფაცაციასთან შედგა, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას. 11 სექტემბერს დავით იაკობიძე უკვე ფოთის მერის ყოფილი მოადგილე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობაზე მან კახი პოპიაშვილი შეცვალა. პირველი ამოცანა, რომელიც ახალ მინისტრს წინ დაუდგა, გაპარტახებულ ქვეყანაში ბიუჯეტის შექმნა იყო. მემკვიდრეობა ეს იყო ცდილობები, რომ დაეწყოთ ქვეყნის დაბიუჯეტება, ბიუჯეტირებას არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეს სუფიქსი ამ შემთხვევაში შეიძლება არ გამოდგეს ის სუფიქსი, შეექმნათ ქვეყნის ბიუჯეტი და ძალიან კარგად გრძნობდა ყველა თანამშრომელი, ვინც იყო ფინანსთა მინისტროში, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის ბიუჯეტი. რამდენად მნიშვნელოვანი და არსებითი იყო ქვეყანას შექმნილიყო წესრიგი. ბიუჯეტი არის წესრიგი. აი ეს იყო ჩვენი განცდა, გამოცდილება და ლაიტმოტივი. აი ეს გვამოძრავებდა ჩვენ. ჩვენ თავი წარმოგვედგინა, ეს იყო საომარი მდგომარეობა, იცით თქვენა,
ზუსტად 13 ოქტომბერს მე სოხუმის დაცემა და ეს პერიოდებია. ჩვენ წარმოგვედგინა რომ ვიყავით წინა ხაზზე და უნდა გაგვეკეთებინა ყოველ მიზეზ გარეშე ქვეყნის ბიუჯეტი. ამ პერიოდში ქვეყანაში ჯერ არ იყო შექმნილი საგადასახადო სისტემა. საბაჟო თავს ვერ ართმევდა ფისკალურ ამოცანებს. სავალუტო შემოსავლები იყო პარადოქსულად მცირე. პრივატიზაციიდან პრაქტიკულად არ შემოდიოდა სახსრები. სახელმწიფოს, რომლის ხარჯები იზრდებოდა, თითქმის არ გააჩნდა შემოსავალი. ბიუჯეტი კუპონებში განისაზღვრებოდა. ეს იყო რამდენიმე მილიარდი კუპონი, ანუ მაშინდელი მწყიდველუნარიანობით დაახლოებით $400,000. როცა ქვეყანა სტაბილურია, როცა ქვეყანაში არის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა, როცა ვიცით საით მივდივართ, აი მაშინ ცოტა სხვანაირია სამუშაო. მაშინ უკვე ინსტიტუტია წინა პლანზე, ინსტიტუციური ფორმები მოდის წინა პლანზე და შენ რაც არ გინდოდეს, მაინც ვერ დაუშვებ შეცდომას. გარდამავალი პერიოდის დროს კი პიროვნების როლია მეტად მნიშვნელოვანი. აი ეს პიროვნება როგორ შეძლებს, თქვათ, მობილიზაცია გაუწიოს მის ირგვლივ კადრებს და როგორ შეძლებს ეს გადაიყვანოს ინსტიტუტის დონეზე, მისი გამოცდილება და მისი, თქვათ, ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა ესეთი სიტყვაც, რეფლექსია. რადგანაც პრაქტიკულად ეს პიროვნება გამოდის სუბიექტის როლშიც და ობიექტიც არის განჯის. კანონმდებლობის თანახმად ბიუჯეტს ამტკიცებდა მთავრობა პარლამენტის ნებართვით. 1993 წელს პარლამენტში იაკობიძემ წარმოადგინა მეოთხე კვარტლის ბიუჯეტი, რომელიც ყველამ ერთხმად მიიღო. მოხსენება ფინანსთა მინისტრმა დაიწყო ფრაზით, რომელიც შემდგომ მისი მოღვაწეობის წამყვან ლაიტმოტივად იქცა. ბიუჯეტი ეს არის წესრიგი. მთავრობამ, ესე იგი, როგორ გითხრათ, იცით, ძალიან ერთსულოვნად მოიწონა. ესე იგი, ყველანი იყო მხარდამჭერი ამ პოზიციის. გაეხარდათ კიდეც, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინაც შემოიტანა, თქვათ, ციფრობრივი პროგრამული სიდიდეები, რითაც უნდა დალაგებულიყო ქვეყანაში ამოსავალი ეკონომიკური მაჩვენებლები და დიდი კმაყოფილებით დაგვეთანხმდნენ. და აი მაშინ დაიწყო ჩვენი, ესე იგი, საქმიანობა ამ სფეროში. ასე დაიწყო ფინანსთა მინისტრის საქმიანობა ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი სრულფასოვანი ვალუტაც კი არ გააჩნდა. მას მერე, რაც რუსეთმა მოულოდნელად რუბლის, ანუ ერთადერთი მოქმედი ვალუტის გარეშე დატოვა საქართველო, გამოიცა 93 წლის 2 აპრილის ბრძანებულება, რომლის ძალითაც კუპონი გამოუშვეს. ეს უფრო ალყა შემორტყმულ ქალაქში მიღებულ იძულებით ზომას გავდა, ვიდრე დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან და გააზრებულ ნაბიჯს. ბრძანებულების მიხედვით 1 კუპონი 1 რუბლის ექვივალენტი იყო. იყო რუბლი, რომელიც ანგარიშზე ჰქონდა ხალხს და იყო ნაღდი. SSR ამას ძალიან განასხვავდა ნაღდი ფული და ანგარიშზე მყოფი ფული. და ჩვენ ეს კუპონი გადავიყვანეთ, თანაფარდობა ნაღდფულსა და ანგარიშზე მყოფ რუბლებს შორის იყო 1/5-თან. აი ნებისმიერი კაცი მოკყიდი და თავის ანგარიშზე მყოფ 5 მილიონ რუბლს 1 მილიონ რუბლად. და ჩვენ ისიც და ისიც გადავიყვანეთ ერთ კუპონში. ესე იგი ჩვენ მოვაქციეთ სიტუაცია ისეთ გარემოში, რომ აუცილებლად უნდა დაწყებულიყო რუბლის მიმართ დევალვაცია კუპონის. და მესამე, მეოთხე დღეს უკვე მივიღეთ შედეგი, რომ თუ 1 რუბლი უდრიდა 1 კუპონს, მესამე დღეს უკვე 2 კუპონი უდრიდა 1 რუბლს. კუპონი თანდათან კარგავდა თავის უფლებებს და ავტორიტეტს. შეცდომამ, რომელიც მისი წარმოქმნისთანავე იყო დაშვებული, მერე ბევრ დარგში იჩინა თავი. კუპონს სერიოზულ მტრობას რუსული რუბლი და ამერიკული დოლარი უწევდნენ. ხალხი მათ უფრო ენდობოდა. ეს გასაგებიც არის, რომ მათ უნდათ თავიანთი შემოსავლები უფრო მყარ სიდიდეებში ქონოდათ და არ ყოფილიყო დამოკიდებული, თქვათ, საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, მაგრამ მეორე მხრივ რა გვექნა ჩვენ კუპონით უნდა გვემუშავა.
და კურიოზულ მომენტებამდეც მივდიოდით. აი მაგალითად სვანეთში მეუბნებოდნენ, რომ სვანურ ფულს ეძახიანო კუპონს, იმიტომ რომ ზუგდიდშიო აღარ ჭრისო. საჩხერეშიც მეუბნებოდნენ, კაცო ეს კუპონი ჩვენია მარტო ჭიათურლები და საჩხერლები. ესე იგი აი ხეობებში სადაც შეღწევა რთული იყო, თქვა რუსული რუბლის იმ პერიოდისთვის რთული იყო. იქ კუპონი მუშაობდა, მაგრამ სხვაგან ძალიან უჭირდა და იყო ხო გითხარით, აი პირდაპირ დივერსიები. აი შემოდიოდა რაღაც საქონელი და ამბობდნენ მარტო რუსულ რუბლზე ვყიდით, არ ვყიდით თქვათ კუპონზე. ვიღაცები ლაპარაკობდნენ მარტო დოლარზე. სახელმწიფოს კუპონის დაცვა უჭირდა. პრობლემებს ქმნიდა ისიც, რომ საქართველოს არც სხვა სავალუტო ბაზა გააჩნდა. ქვეყანაში არსებული რუბლის კუპიურები კი გამოუსადეგარობამდე გაცვეთილი იყო და მათ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარიც არ იღებდა. 93 წლის დასაწყისში საქართველოდან გასული რუბლის კუპიურებს ქართული რუბლიც კი შეარქვეს. ხო და აი რომ ჩვენ დავეტაკეთ უცბად რუსულ რუბლს და ერთი პატარა შეცდომით რომ ერთ გაუტოლეთ რუბლს ეს ხო ამან გამოიწვია რთული კასკადური სიტუაცია. შესაბამისად შემდეგ ჩვენ დაუშვით შეცდომები იმის რომ ესეც გარდუვალი იყო მე გითხარით წეხან რომ საშემოსავლო ბაზა არ ქონდა. გადასახადს არ იხდიდა არავინ. ამიტომ სახელმწიფოს თავისი ხარჯები ქონდა, ეს ხარჯები უნდა გაეწია, ეს კუპონის ემისიის ხარჯი ხდებოდა. შესაბამისად კუპონი უფარსურდებოდა. მთელი ტვირთი დააწვა მატერიალი წარმოებისა და ესე იგი მომსახურების სფეროში მყოფ მოსახლეობას აი კუპონის გაუფასურების. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ქვეყანას არ გააჩნდა საერთაშორისო მხარდაჭერა სავალუტო რეზერვის შექმნის თვალსაზრისითაც. დავით იაკობიძის მინისტრად მოსვლის მომენტში უკვე 28 კუპონი უდრიდა 1 რუბლს. მინისტრი ვარ დეკემბერში მიფრინა მოსკოვში მივლინებაში, გავედი აეროპორტში უნდა ვიყიდო ბილეთი, არ იღებენ კუპონს, არ იღებენ დოლარს. მომეცი გინდა თუ არა რუბლი. და აი ბევრია მოწმე ჯანო ბაგრატიონმა, ასკალონ ლომიძემ, ცხონებულმა კიდე რამდენიმე კაცმა შემიგროვეს ფული და მიყიდეს ბილეთი. ამაზე მეტი კურიოზი რა არის? შენ ქვეყანაში შენი ფულით ვერ გიყიდია ბილეთი. სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 92 წელს გაფორმდა. მაგრამ შემდეგ წლებში ეს ურთიერთობა არ განვითარდა, რადგან საქართველოს საწევროს გადახდა ვერ შეძლო. დავალიანება 94 წელს ნიდერლანდების სახელმწიფომ გადაიხადა და ქართულ სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი არსებობა საერთაშორისო ფინანსურ რუკაზეც დაეფიქსირებინა. ბუნებრივია ამის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი ეროვნული ვალუტის შექმნა იყო. დაიგეგმა ამერიკაში სავალუტო ფონდში შევარდნაძის ვიზიტი. ვიზიტის მოსამზადებლად წინასწარ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი და ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე ვაშინგტონში მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის სათაო ოფისში გაემგზავრნენ. ქართულმა დელეგაციამ მოახერხა და მიიღო პირობა სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორისაგან, რომ ვალუტის შემოღების შემთხვევაში მის გასამტკიცებლად კრედიტს გამოყოფდნენ. მაგრამ მანამდე კუპონის კურსი უნდა დარეგულირებულიყო. ვაშინგტონთან ერთად საფრანგეთის მთავრობამაც გამოხატა მხარდაჭერა პასპორტების, ვაუჩერების, პირადობის მოწმობებისა და სხვა სახელმწიფო რეგალიების შესაქმნელად. მათ შორის ლარების დასაბეჭდად 5 მილიონი ფრანკი გამოიყო. აი რო არ მოეცათ ეს კრედიტი სავალუტო ფონდს. არ გაეწია ტექნიკური დახმარება ეროვნული ბანკისათვის მათ ამ კრედიტის გამოყენების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკს რო არ მოეცა ფული ფასების სხვაობის შესამცირებლად, ეს კრედიტი სტრუქტურული განვითარების კრედიტი ერქვა მაშინ ამას, ხო? ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა იმ პერიოდში ამ საკითხის მოწესრიგება, იმიტომ ჩვენ ვერ დავარეგულირებდით კუპონს, დავარეგულირებდით და რა თქმა უნდა ლარს ვერ შემოვიღებდით. ესე იგი ჩვენ მარტო აღარა ვართ, ჩვენ ყურადღებას გვაქცევენ, ჩვენ გვეუბნებიან გამაგდით ბიჭებო და ყველაფერი კარგად იქნება. კუპონის მარეგულირებელ კომისიაში სულ რამოდენიმე კაცი იყო. მაშინ მთავარი მოქმედი პირები იყვნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა, ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე. ეს გუნდი სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით შეიქმნა და მისი განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდა. მოგვიანებით სწორედ ამ ადამიანების თაოსნობით შეიქმნა ლარიც.
და აი დავიწყეთ მარტიდან, ესე იგი, მუშაობა, ინტენსიური მუშაობა. აქ შეიძლება ითქვას, რომ კუპონის მარეგულირებელი ერთ-ერთი ორგანო ფინანს სამინისტრო, მაგრამ ბანკის გარეშე ამის განხილვა არ შეიძლება და აი მე მინდა თქვა, რომ ჩვენ და სასიკეთოდ იმ დროს ბანკის პრეზიდენტი გახდათ ნოდარ ჯავახიშვილი, რომელმაც გამოიჩინა უდიდესი ვაჟკაცობა და ძალისხმევა. აი, ვაჟკაცობას უსვამ ხაზს, იმიტომ რომ იმ დროს ამის გარეშე ეს შეუძლებელი იყო. ყველანაირი პირობიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კუპონი გაგვეჩერებინა ერთ ადგილზე და მივახციეთ იმას, რომ ბაზარზე დავარეგულირეთ. ერთი კუპონი უდრიდა $1,300,000. მოვადეთ, $1 უდრიდა $1,300,000 კუპონს. და თითქმის გვეჭირა მთელი 94 წელი და 15 წელი ასეთ სიტუაციაში. უпростоრად 94 წლის აგვისტოდან 95 წლის 5 ოქტომბრამდე. იმისათვის, რომ სრულად წარმოვიდგინოთ ამ ჯგუფის მიერ გაწეული საქმის მასშტაბები, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი მაშინდელ სინამდვილეს. სულ რაღაც 1 წელია, რაც საქართველოს განაპირა რეგიონებში აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყდა. და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი მიწა დატოვეს. ქვეყანა სავსეა სახლკარ დაკარგული და უმუშევარი ადამიანებით, რომელთა დიდ ნაწილს შეიარაღებული, უფუნქციოდ დარჩენილი ვეტერანები წარმოადგენენ. თითოეული დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო მის წინაშე ვალშია და ეს ვალი ნაღდი ფულით უნდა გადაუხადოს. სრულიად გაპარტახებულ ქვეყანაში სახაზინო ფულის განკარგვა რთული მორალური გამოცდაა და გარკვეულ სიმტკიცეს და გამბედაობას მოითხოვს. ძნელია ჩამოყალიბების გზაზე მყოფ სამოქალაქო საზოგადოებას აუხსნა, რომ სახელმწიფოს ქველმოქმედებისათვის არ სცალია. აი ამ დროს ჩვენ გამოვიჩინეთ რაღაც საოცარინების ყომა შეიძლება ითქვას და ჯიუტობაც, როცა არავის არ უგდებდით ყურს და არ არსებობდა პიროვნება, რომელსაც შეუვალი ვიყავით ამ საკითხში, რადგანაც ყველაზე წინ იდგა ადამიანის ინტერესი, ჩვენი ქართველი მოქალაქის და ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი. ამიტომ ჩვენ მივაღწიეთ ამ სტაბილურობას. გამოიკვეთა რესურსები. პოლიტიკა და ჯერი ქართული ფულის ნიშნის სახელსა და დიზაინზე მიდგა. გერბის, ჰიმნისა და დროშის შემდეგ ეროვნული ვალუტა პირველი სიმბოლოა, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარად წარმოადგენს. ამიტომ მისი სახელისა და გარეგნული იერის შემქმნელებს ფინანსისტებზე არანაკლებ საპასუხისმგებლო როლი დაეკისრათ. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს პირველი თათბირები რო ტარდებოდა ფულის შემოღებასთან, მე მიწევდა უშუალო კონტაქტები უცხოურ ფირმებთან, მაგალითად ამერიკენ ბანკნოტ კორპორეიტედთან, მის წარმომადგენლებთან და იყო კიდევ მეორე ინგლისური ფირმა დელარუ მის წარმომადგენელთან ტომას მერფისთან და მე მიმყავდა ისა მაგალითად მაშინდელ ფინანსთან სხვებთან და თანამშრომლობდი ძალიან ინტენსიურად იმ მთავრობასთან ამ საქმეში. და უნდა გითხრათ, რომ მაშინ ჩვენ ფიქრობდით, აი რა დაგვერქვია ფულისთვის, მარჩილი, როგორც ადრე ერქვა ქართულ ფულს, ფლური, თუ რა. კომისია ქართული ფულის შექმნის შესახებ დიდი ხანია არსებობდა. მანამ სანამ იაკობიძე ჩაუდგებოდა სათავეში ფინანსთა სამინისტროს. კომისიას თავად სახელმწიფო მეთაური შევარდნაძე თავმჯდომარეობდა. წევრები იყვნენ ისტორიკოსები, მეცნიერები, მხატვრები. სწორედ ამ კომისიის ხდომებზე დაიგეგმა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შემდეგ ლარის ორიგინალური დიზაინი შეიქმნა. სახელზე ძალიან ბევრს დაობდნენ: თეთრა, კაპიკი, კერმა, მარჩილი, ფლური. ერთადერთი ვარიანტი, რომლის მიმართაც ყველა ერთსულოვანი იყო, გახლდათ მანეთი. ქართულ ფულს ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა რქმეოდა. ბოლოს ლევან ღვინჯილიამ კომისიას ვასილ ჩანტლაძის იდეა შეახსენა. მან სახელწოდება ლარი, ქართული ფულის ერთეულის დასახელებად ჯერ კიდევ 91 წელს მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში წამოაყენა. ეხლა ფულის სახელს როცა ფიქრობენ, არის ერთი გზა, აი ქვეყნის სახელს უკავშირებენ, მაგალითად ფრანკი, ხო? ასე გააკეთეს ლიტველებმა ლიტი დაარქვეს, ასე დაარქვეს
სახელი თქვათ ლატვიელებმა ლატი დაარქვეს და ძალიან ბევრ ქვეყანაში ქვეყნის სახელი ქვია ფულს. არის ქვეყნები, სადაც წონის ერთეულებით, აი გრინა მაგალითად რა არის? წონის ერთეული იყო უკრაინაში გირვანკის მსგავსი, როგორც ინგლისში ფუნტი, გირვანკას უდრის და ასე შემდეგ. არის სხვაგან სხვა, მაგრამ ძირითადად არჩევენ ხოლმე რაღაც ისეთ სახელს, რომელიც ახლო არის ბევრ პრობლემასთან და აი ლევანმა შესანიშნავად მოიფიქრა, რომ ლარი სალარო სიმდიდრის გასაღებთან არის დაკავშირებული. ალბათ ძველი რომაული აი სალარი რომ მოდიოდა ეს მარილთან დაკავშირებული პრობლემა იყო, ძვირფასი იყო მარილი ხო გაცვლის ობიექტი იყო, საცვლელი საშუალება იყო. ხო და იქიდან მოდის ეთყობა ეს სიტყვა ჩვენთან, მაგრამ სალარო და მოლარე ხო აქედან ლარი, ესე იგი რაც მოლარემ უნდა გასცეს, რაც სალაროში ინახება. ლარი, დოლარი. ეს სახელწოდება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც შინაურულად ჟღერდა. უკმაყოფილო დარჩა მხოლოდ ჩრდილოელი მეზობელი, რომლის დაჟინებული თხოვნა ფულისათვის მანეთი და ერქმიათ არ გაითვალისწინეს. ლარის დიზაინი არის შესანიშნავი დიზაინი. ერთ-ერთ აი ყველა აღიარებს ამას. მე საავტო ფონდშიც მითხრეს და ყველა მელაპარა ნუმიზმატებთანაც ჰქონდა ურთიერთობები. აი ნუმიზმატები გვიკვეთ, აი მაგალითად არიან ნუმიზმატები, რომლებიც აგროვებენ ფულად ერთეულებს, რომელზეც ქალია გამოსახული. აი ჩვენ ფულზე თამარ მეფე როა, იმას სხვა ისა აქვს, სხვა ბაზარი აქვს შედარებით. აი მაგალითად ზოგი არის სხვა ტიპის დიზაინის ფულს აგროვებს და ასე შემდეგ. ერთხელ ჭადრაკის პარტიაში წაგებით განაწყენებულმა ნოდარ დუმბაძემ მეგობარს, ნოდარ მალაზონიას ნახევრად ხუმრობით წაკბინა. უნიჭო ნახატების ხატვას გირჩევნია ფული დახატო და ვალი გადამიხადოო. მაშინ ქართულ ფულზე ხმადაბლაც კი არ შეიძლებოდა ლაპარაკი. მაგრამ გავიდა დრო და მხატვარმა არა მარტო ნოდარ დუმბაძეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუხადა ვალი. ქართული ლარის დიზაინმა ყველანაირ ინფლაციას გაუძლო. ბატონ ნოდარს რო საშუალება ქონოდა ესეთი ნიჭის და შესაძლებლობების კაცია, რომ ალბათ ფულის დიზაინის მთელ სკოლას შექმნიდა და ბევრ ქვეყანაში გააკეთებდა ამ საქმეს, მაგრამ რატომღაც მარტო საქართველოში მოუწია ამის გაკეთება და მისი დიზაინია დღევანდელი ფული და მე ვიცი რომ შემდეგ ეტაპზე უკვე სხვებიც მოეხმარნენ თავისი ვაჟი და სხვები, მაგრამ ბატონ ნოდარს დიდი მადლობა ეკუთვნის ჩემგან პირადად და მე ყველას მაგივრად ვამბობ ამადლობას, რომ მან ესეთი კარგი ფული გაგვიკეთა. პირველად იდეა რომ ფული ქაღალდზე დაბეჭდილიყო ჩინელებს გაუჩნდათ მე-19 საუკუნეში. ამის შემდეგ ევროპას ლამის 800 წელი დასჭირდა, რომ ფულის, ანუ მინიმალურ წონაში მაქსიმალური ღირებულების დამტევის საუკეთესო მასალა ქაღალდი იყო. ევროპაში პირველი ბანკნოტები შვედებმა გამოსცეს. ფული იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომელსაც ხვანაირად ჩითის ქაღალდსაც ეძახიან, რადგანაც მის 99%-ს ბამბის ბოჭკო შეადგენს. სანამ უშუალოდ ფულის დაბეჭდვა დაიწყება, ამ ქაღალდზე რამოდენიმე საიდუმლო ნიშანი უნდა იქნეს ამოტვიფრული. ქაღალდი, რომელზეც ლარი არის დაბეჭდილი, ჩრდილოეთ ნიდერლანდებში, გერმანიის სამხრეთ საზღვართან არის დამზადებული. ფულის ერთი და იგივე კუპიურა სხვადასხვა სტამბაში იბეჭდება, ეტაპობრივად. ერთგან ციფრები, მეორედან პორტრეტები და ასე შემდეგ. ეს დაცვისათვის კეთდება. მეტიც, სტამბის ადგილმდებარეობა, სადაც ეს სამუშაოები მიმდინარეობს, გასაიდუმლოებულია. ქართული ლარი ფრანგულმა ფირმა ობერტურმა დაბეჭდა. ეს ამ ფირმისათვის დებიუტი იყო. ასე მივიღეთ ორიგინალური დიზაინის, მაღალი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი ვალუტა, რომელსაც დაცვის 12 მექანიზმი ჰქონდა. აქედან 11 ცნობილი იყო და შეიძლება მოგეყოლა, მაგრამ 2 იცოდა მარტო ორმა კაცმა. ედვარდ შევარდნაძემ და ნოდარ ჯავახიშვილმა. სულ ეს ორი რამე გაყალბდებოდა, მხოლოდ მათ შეეძლოთ ასეთ შემთხვევაში მონაწილეობა მიეღოთ ყალბი ფულის წარმოებაში. მე ძალიან მაყოფილი ვიყავ, რომ არც ერთი ის არ ვიცოდი, რადგანაც ვერავინ ვერ დამაბრალებდა ამ სფეროში მონაწილეობას. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ლარის სასახელოდ, რომ იმდენად კარგი დიზაინია, იმდენად კარგად გაკეთდა ყველაფერი თანამედროვე დონეზე, რომ ვერავინ ვერ შეძლო მისი ფალსიფიკაცია. თბილისის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სახელმწიფოს მთელი ქონება იყო.
ამ წლის მთავარი მოვლენების ფონზე ეს ფაქტი მითოლოგიის ჟანრში უფრო იყო ვიდრე რეალობის. წელი რუსეთთან გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც მავანთა აზრით რუსული ჯარები საქართველოში კიდევ 25 წლით დარჩებოდა. ქვეყანაში წლის განმავლობაში მბრუნავი კუპონების რაოდენობას უკვე მასით ითვლიდნენ და ის 250 ტონას აჭარბებდა. დანიშნულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიებს ორთოდოქსი კომუნისტები, სტალინისტები და ვახტანგ რჩეულიშვილის ახლად გამომცხვარი სოციალისტები აცხადებდნენ. ელექტროენერგიის და გაზის საკითხი კვლავ გადაუჭრელ ამოცანად რჩებოდა. თენგიზ კიტოვანი აფხაზეთის გასათავისუფლებლად დაიძრა და თავის დროზე რომ არ შეეჩერებინათ ომის განახლება გარდაუვალი იყო. მარტის თვეში თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ რუსი კოლეგა გრაჩოვი ანანურის ტაძარში მონათლა. აგვისტოს განხორციელდა ტერაქტი ედუარდ შევარდნაძეზე. 5 ოქტომბერს კი მიმოქცევაში შემოვიდა ეროვნული ვალუტა. დავით იაკობიძეს ამ მომენტის სიდიადის განცდა არ დასცალდა. პირველი ლარების პარტიას იგი არ დახვედრია. უბრალოდ არ ეცალა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ბუღალტერიით იყო დაკავებული. კუპონებიდან ლარებზე გადასვლა სწრაფად და უმტკივნეულად უნდა ჩატარებულიყო. ეს ისეთი საქმეა თქვენ შემოგელეთ, ეს უნდა ისე შევიდეს მიმოქცევაში, ისე შევიდეს, რომ ხალხს ეგონოს, რომ სულ ასე იყო. განსაზღვრეთ ფასების მასშტაბი იმ ეფექტით, რომ მოგვეხსნა ნოსტალგია ძველი ცხოვრების ადამიანებისთვის. რომ მეტრო ყოფილიყო 20 თეთრი, პური ყოფილიყო 30 თეთრი, 50 თეთრი ფასი. გამიგეთ? რომ აი კომუნისტები აბაზად პურს ყიდო, არ ეთქვა კაც. აი ჩვენც კარგები ვართ, აი ბიდი და აბაზად იყიდე პური. და გეყოფა ეგ შენი რაც ლარი გაქვს ჯიბეში. და ესე მოვახერხეთ, რომ მაგ დროს პენსიები უკვე $11 ლარი იყო, ესე იგი $13 და თუ აიღებ რომ 7 ესე იგი 8 ლარად ყიდულობდნენ მეშოკ პურის თქვილს, ხო? არ იყო ლაპარაკი უკვე ამოისუნთქვა ხალხმა. და შეიძლება ითქვას, რომ ეს დამთხევა მოხდა, ესე იგი შევედით ლარით შედარებით დარეგულირებულ ბაზარზე და უკვე ხალხმა ამოისუნთქა და უკვე გამოიხედეს ერთმანეთისკენ ახალი ტანსაცმლისკენ წაიპოტინეს, ნაფტალინი დაფერთხეს ძველ ტანსაცმელზე და გაიხარა ხალხმა მოკლედ და მე ეს მიხარია, რომ ამის მონაწილე ვიყავ. ლარის გამოსვლის შემდეგ ქვეყნის მთავარი ფინანსისტის გვარი და სახელი ყველამ ზეპირად ისწავლა. ეს იყო იშვიათი პოზიტიური მოვლენა 90-იანი წლების განვითარებად საქართველოში და ხალხმაც ერთბაშა დაიტაცა. მას ავტოგრაფებს თხოვდნენ, ლარზე ანეკდოტებს თხსავდნენ, ქალაქი ფრთიანმა გამონათქვამებმა გაავსო. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც ერთლარიან კუპიურაზე გამოსახული ნიკო ფიროსმანის პორტრეტი მანამდე არასდროს ენახა და ის ფინანსთა მინისტრში ეშლებოდა. თუმცა თავად ავტორი დავით იაკობიძე ქართული ფულიდან სხვა კუპიურას გამოარჩევს, განსაკუთრებული ღირებულებების გამო. 10 ლარიანი. რა ვიცი, ესე იგი ძალიან ისეთია აკაკი წერეთელი და იმერეთი, დედა იმერეთი, კაკაბაძის და
რომ შევხედავ, ჩემში ძალიან ნაზ და თბილ განწყობას იწყებს, თითქმის მაჩვენებს ყველაფერს იმას, რაც გავიარეთ რა, ამ კუპიურაში ვხედავ და. საქართველოში ფულს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ არა ქაღალდის კუპიურებს. საბანკო სისტემის არარსებობამ ქართულ ხალხში ახალი ფულის ერთეულების დამკვიდრება შეუძლებელი გახადა. მე-19 საუკუნის დასაწყისში მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და დაიწყო რუსული ფულის შემოდინება, რასაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან 1804 წელს ზარაფხანის საზეიმო გახსნა მოჰყვა. მაგრამ ზარაფხანამ ვერ გაამართლა. საქართველოს მოსახლეობამ ქაღალდის ფული არ მიიღო, რაზეც გენერალი რადიშჩევი წერდა: ამ ხალხმა არ იცის ფული, გარდა ოქროსა და ვერცხლისა. გავიდა დრო და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ეროვნული ვალუტის შესაქმნელად მზადება დაიწყო. 1918 წლის ივლისში პროექტების შესარჩევი კონკურსიც კი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც იოსებ შარლემანის ესკიზები გახდა. 1919 წლის 11 ივლისის 101 დეკრეტით მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ბანკნოტები. 1924 წლიდან გასაბჭოების შემდეგ საქართველოში ეროვნული ვალუტის მიმოქცევა აიკრძალა. ის ერთიანმა საბჭოთა ვალუტამ ჩაანაცვლა. ამის შემდეგ 70 წლის განმავლობაში ქართველებს ეროვნულ ვალუტაზე ოცნებაც აკრძალული ჰქონდათ. წითელი იმპერიის დაშლამ კვლავ გააღვიძა მიძინებული ამბიციები, თუმცა დამოუკიდებლობის პირველი წლების სიმძიმემ ფინანსისტებს არ მისცა საშუალება ამოცნებისათვის ხორცი შეესხათ. 95 წელს დამტკიცდა ბიუჯეტი, რომელსაც პირველი უდეფიციტო ბიუჯეტი უწოდეს. კუპონების ეპოქის, ანუ მეორენაირად ჯაბახანის დასრულების შემდეგ, საქართველოში გატარებული მკაცრი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შემდეგ შესაძლებელი გახდა ეროვნული ვალუტის ლარის შემოღება. გუნდმა კი, რომელმაც ლარი შექმნა, შეძლო ის, რაც დსთ სივრცეში ვერც ერთმა სხვა სახელმწიფომ ვერ შეძლო: ლარის კურსის დაჭერა. მე შევძელი ბიუჯეტის გაკეთება 95 წელს. მე შევძელი რომ მიიღეს ეს ბიუჯეტი და ბიუჯეტმა შეძლო ლარის მხარდაჭერა და წარმოქმნა, გამიგეთ? ამიტომ მგონია რომ მე მართლა შემოქმედი ვარ ამ ერთეულისა და რა თქმა უნდა ხებთან ერთად ნოდარ ჯავახიშვილი, ისა რა ქვია, პაპავა გითხარით ვლადიმერი, თემურ ბასილია რა თქმა უნდა. და აი ესეთნაირად გავაკეთეთ და სხვა ქვეყნებშიც ესე ხდებოდა და სხვათა შორის სხვა ქვეყნებმა განსხვავებით საქართველოსი ეს ხალხი დააფასეს. მაგრამ საქართველოს განსხვავებული აღმოჩნდა იმით, რომ აი ამ შემოქმედების ორი მონაწილე, თქვათ, ნოდარ ჯავახიშვილი და თემურ ბასილია ციხეში აღმოჩნდა. აი ესეც საინტერესოა, ქართველი ჯიშის და ქართული ურთიერთობების გამომხატველი, ხო? რეფორმატორთა გუნდზე პირველი დარტყმა თავად შევარდნაძემ მიიტანა. 96 წელს დავით იაკობიძემ ფინანსთა მინისტრის კაბინეტი დატოვა. მედია არაერთგვაროვნად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ვერსია, რომ ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისი ამით მოგვარდებოდა, ყველას ერთხმად სუსტ არგუმენტად მიაჩნდა. ნათელი იყო სახელმწიფოს მეთაურის საკუთარ ავტორიტეტთან აგვარებდა ურთიერთობას, ხოლო რაც შეეხება ხელისუფალთა მადლიერება უმადურობას, ეს უკვე სულ სხვა თემაა. 91 წლიდან 93 წლამდე 7 მინისტრი, მე 7 ვიყავი მე. გამოიცვალა. ესე იგი ვერავინ ვერ უძლებდა 2 თვეს, 3 თვეს მეც, ხო? ასე გარდამავალი პერიოდების დროს ეს მოვლენა ჩვეულებრივია. აი მე რო დავიწყე მინისტრად მუშაობა, მე ვნახე რომ სანამ მე აქ მინისტრი ვიყავი, თქვა რუსეთში 3 კაცი გამოიცვალა, სომხეთში 2, აზერბაიჯანში სტაბილურად 1 იყო, მაგრამ დანარჩენ მაგალითად უკრაინაში 4, მოლდავეთში და ასე შემდეგ ეს სწრაფიცვლა მინისტრების ეს ჩვეულებრივი მოვლენა ამ დროს. აქ არავინ არ ითხოვს აი სტაბილურ გარანტიებს, რომ მე დიდხანს უნდა ვიყოვე, არა, უნდა იყო მანამ სანამ შენ შესაფერი ხარ იმ მოცემული მომენტის. თუ კარგად და ვაშკაცურად იმუშავებ, კარგი ხანი გაძლევდა, თუ არა და რას გაძლევ, იმიტომ ეკონომიკა რთულია, შენი შეცდომები გარდუვალია, ყველა თავის წილ შეცდომას დაუშვებს, ესეც ჩვენი ლოზუნგი იყო იმ პერიოდისათვის. რთული დროისა და კატაკლიზმების სრულფასოვან ანალიზს ზოგჯერ საუკუნეები არ ყოფნის. მაგრამ ადამიანის ან მთელი ქვეყნის ბედი სულ რაღაც ერთ წამში გადაწყდება ხოლმე. ლარის გამოსვლისთანავე გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჩათვალა, რომ მისი უკეთ გაკეთება შეიძლებოდა.
რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო დიდი, უფრო ლამაზიც. დავით იაკობიძეს ამგვარი კრიტიკაც ქართული ხასიათის განსაკუთრებულობად მიაჩნია, რომელიც არასოდეს მოგცემს მოდუნების საშუალებას. ერთი მეგობარი შემხვდა და შენ გენაცვალე რა იყო და ბიჭო საფულე ჩემ დღეში არ მიყიდე, ეხლა ვიყიდე მენანება ლარი რო დავკეცო და ისე ჩავდო. გამიგეთ? ესეთებიც მეტი იყო და გახარებულები რო იყვნენ და რა ვიცი მე ხო გითხართ ავტოგრაფებს იღებდნენ ჩემგან და ეხლა მეტი რა უნდა გამიკეთებიანე საბუღალტრო აღრიცხვის დარგის მუშაკს რო ავტოგრაფი აეღოთ. გოეთეს თუ ერგო ეგეთი ბედი ფინანსთა მინისტრები და როგორც მე დაახლოებით თავის ხალხს. დავით იაკობიძე საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ფინანსისტის ენაზე რო ვთქვათ, საინტერესო დროსთან მან თავისი ანგარიში გაასწორა და გახდა პირველი ქართველი მინისტრი, რომელმაც ეროვნული ფულის ნიშანზე ხელმოწერა დატოვა.